მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს და დღეს გესაუბრებით ირაკლი კობახიძის ვიზიტზე აშხაბადში, რასაც მოყვა ძალიან სერიოზული დისკუსია, სერიოზული კამათი საზოგადოებაში. ზოგიერთი მას ამართლებს, რასაც ქვია, ააქებს ამ საქციელისთვის სახელმწიფო აზროვნების ნიმუშად წარმოადგენს აშხაბადში მის ჩასვლას. ვიღაცა კიდევ უფრო შორს მიდის და ის ამბობს, რომ კობახიძე ჩავიდა იქ, სადაც საქართველოს მომავალი წყდება. ეს ფრაზა ალბათ დამატებით კომენტარებს მოითხოვს, რასაც ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ვიღაცა კი მას მკაცრად აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის იმყოფებოდა სამიტზე, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტი და რუსეთს მოგეხსენებათ ოკუპირებული აქვს საქართველოს მიწები და ამასაც რომ თავი გავანებოთ, ვლადიმერ პუტინი დღეს არის, ესე რომ ვთქვათ, ყველაზე ოდიოზური ფიგურა საერთაშორისო სამართლის გაგებით. ის აწარმოებს დამპყრობლურ ომს ჩვენ პარტნიორ უკრაინაში, ანუ ევროპის შუაგულში და დასავლეთის გაგებით ბუნებრივია ის არის აბსოლუტურად მიუღებელი ფიგურა. რატომ ვამბობ დასავლეთის გაგებით? იმიტომ რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენი გზა არის დასავლეთისკენ, ჩვენი მომავალი ოჯახი არის დასავლეთი და შესაბამისად ჩვენ უნდა ვახდენდეთ გარკვეულ სინქრონიზაციას სამყაროს აღქმის იმ გაგებასთან, რაც აქვს კოლექტიურ დასავლეთს. ნაცვლად ამისა ჩვენ ვაკვირდებით აბსოლუტურად სხვა სურათს. მე ვფიქრობ, რომ არგუმენტები, რაც მხარეებს მოყავთ, პრინციპში შეიძლება სტერილურად რო განვიხილოთ, ხო? კონტექსტის გარეშე, საერთო კონტექსტის გარეშე ორივე იყოს, მეტნაკლებად ლოგიკური, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ დიდ სურათში საკმაოდ მძიმე ვითარებას ვღებულობთ საბოლოო ჯამში, გამომდინარე იქიდან, რომ საკუთრივ კობახიძის ვიზიტში კი არ არის პრობლემა, ხო? რა თქმა უნდა, თუ შენ ქვეყანა სჭირდება, თუ სახელმწიფო ინტერესების დაცვა გინდა, მტერთანაც უნდა დაждდე, რა თქმა უნდა, ერთ ოთახში, ერთ სამიტშიც უნდა მიიღო მონაწილეობა და ყველაფერი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ ამ სამიტზე იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს და მტერს ესაუბრები იმ პრობლემებზე, რაც არსებობს. და ცდილობ, რომ სხვა მოთამაშეების, სხვა მონაწილეების მხარდაჭერა მოიპოვო შენი სიმართლის მტკიცებაში. ნაცვლად, მაგრამ ეს რადგან არ ხდება და ფაქტობრივად კითხვის ნიშანი ჩდება, საერთოდ რატო იყო ამ სამიტზე ჩასული ეს ადამიანი, ხო? შეხვდა თურქმენეთის, ანუ მასპინძელი მხარის პრეზიდენტს, შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ქონია და უბრალოდ მის გასამართლებლად და გასათეთრებლად რაღაც კონტექსტიდან ამოგდებულ ფრაზას იყენებენ ესე რომ ვთქვათ, მისი პროპაგანდისტები, რომ თითქოს მან იქ ოკუპაციაზე ილაპარაკა, მაგრამ ოკუპაციაზეც ილაპარაკა, ისე რუსეთი არ უხსენებია, ოკუპანტი მხარე ვინ არის, ეს დატოვა ფრჩხილებს გარეთ, რასაც ქვია და თან გაამართლა, რომ აი ამის მიუხედავად ჩვენ მაინც კაი ბიჭები ვართ და მაინც ჭკვიანად მოვიქცევით და არავის პრობლემას არ შევუქმნით. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ აქაც ფოკუსი უნდა გაასწოროს საზოგადოებამ. პრობლემა საკუთრივ იმაში კი არ არის ერთ დარბაზში ვისთან ერთად იჯდები. პრობლემა არის იმაში, თუ რას აკეთებ იმ დარბაზში და აქ, რა თქმა უნდა, სამარცხვინო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქცევა და საერთოდ დარჩა კითხვის ნიშანი, რისთვის ჩავიდა ეს ადამიანი იქ, ხო? მაშინ, როდესაც ფაქტობრივად მეორე მხარეს, ანუ კონსტიტუციურ მხარეს, კონსტიტუციით განსაზღვრულ მხარეს დასავლეთის მიმართულებით, ფაქტობრივად მისი დანახვაც კი არ უნდა და თუ ჩვენი ხელისუფლება დაუშვათ ამ სამიტზე მიდის იმისათვის, რომ გარკვეული ბალანსი დაიჭიროს, ხო? და ამით დაიცვას სახელმწიფოს უსაფრთხოება მისი ინტერესები, ეს არანაირად არ გამოსდის, იმიტომ რომ ერთი მხრიდან მას აქვს სრული იზოლაცია
მეორე მხარეს ის მოძრაობს და საკმაოდ ოდიოზურ მხარეს, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ხო, სადაც ადამიანის თავისუფლებები და კეთილდღეობის გარანტიებია მოცემული, რასაც მაინც და მაინც არ აღიარებს ის მხარე, იქ მონაწილე მხარეები ცოტა სხვა შეხედულებების არიან სამყაროს მოწყობასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ მიდის დიდი გადანაცვლება, ხო, ქვეყნის განვითარების ვექტორის შეცვლა. სხვანაირად ამის აღქმა შეუძლებელია, მას რო კონდეს პარალელურად ვიზიტები დასავლეთში მაღალი დონის. მაშინ, კიდე შეიძლებოდა რაღაცა თეორიები განვითარებულიყო, მაგრამ როდესაც ეს ხდება აქეთ და ტრადიციული მიმართულებით არაფერი არ ხდება, ეს ბუნებრივია ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.